ადამიანი როცა შენ გაგაჩენს ურარტუელად, შენ არ უნდა იძახო, რომ ხარ კოლხი და კოლხები თურმე არ არიან ქართველები. ჩვენ კოლხები ვატარებთ G2A 2 გენეტიკურ კოდს. G2A 2 გენეტიკური კოდი მოდის G2A გენეტიკური კოდიდან, G2A გენეტიკური კოდი მოდის G2 გენეტიკური კოდიდან, G2 გენეტიკური კოდი მოდის G გენეტიკური კოდიდან, რომელიც არის თუბალის გენი. მარიამ ღვთისმშობელი არის ქართველების წილხვედრი. მარიამ ღვთისმშობელი არ გინდა და ვინ გინდა? სატანა გინდა? და შენი აზრით მარიამ ღვთისმშობელი დაუშვებს იმას, რომ მისი წილხვედრი ხალხი დაიყოს მარტივ მომრავლებად. ცოტა დაფიქრდი. მარიამ ღვთისმშობლის კვართი სად არის? სამეგრელოში? რატომ არის მარიამ ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოში? თუ კოლხები ქართველები არა ვართ, რა უნდა მარიამ ღვთისმშობლის კვართს კოლხეთში? რატომ არ გიჩნდება ეს კითხვა? მარიამ ღვთისმშობელი ვისი წილხვედრია? ქართველების? ძალიან მარტივია, ხო? ხომ დაფიქრდე ამ ყველაფერზე? და უფლის კვართი სად არის? ცხეთაში? შვედი ცხოვლის წმინდა ტაძარში? ანუ, შენ მეუბნები, რომ მარიამ ღვთისმშობელს და უფალს ერთმანეთისგან აშორებ და შენ გონია, რომ ამით მადლს მიიღებ და არა ჯოჯოხეთს? კი, ჯოჯოხეთს მიიღებ, იმიტომ რომ შენ მარიამ ღვთისმშობელს და უფალს უღობავ შუაში ტერიტორიას და ეუბნები, რომ აი მარიამ ღვთისმშობელი აქეთ უნდა იყოს, უფალი იქით უნდა იყოს და ერთმანეთისგან უნდა იყვნენ დაშორებულნი. ცოტა დავფიქრდეთ ხალხო. თუ ქრისტიანი ხარ, ამის გწამს. ძალიან მარტივია. სამეგრელოს ტერიტორიიდან გესაუბრები, მე მეგრელი კაცი. ჩვენ კოლხები ვართ ქართველები და ვინც მასე არ თulis, ხშირ შემთხვევაში როცა ვამოწმებ ბაზებში, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არ G გენეტიკურ კოდთან და არც L გენეტიკურ კოდთან, რომელიც არის ჩვენი გენი. თუბალის და მესეხის. შენ ვისაც არა გაქვს კოლხური გენი, კოლხების სახელით რატო საუბრობ? ძალიან მარტივი რამეა, შენ ისაუბრე ურარტუელების სახელით. ეს არის აქსიომური დებულება. ღმერთმა დამიფაროს რასიზმი, ან შოვინიზმი. მე მიყვარს სიმართლე. ყველა ეთნოსი მიყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს ხალხი, რომელიც ადამიანების გონების არევას ცდილობენ. მე მაქვს კოლხის გენი. და კი, მე კოლხების სახელით საუბრობ, რომ ჩვენ კოლხები ვართ ქართველები. თვითონ სიტყვა ქართველი თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენი კოლხების მოფიქრებულია. ქართველი რას ნიშნავს? ელი ნიშნავს ღმერთს, ქ ნიშნავს ქვეყანას, სამშობლოს, ართ ნიშნავს ერთს. რა გამოვიდა? ერთი სამშობლო, რომელიც დალოცვილია უფლის მიერ. აი ეს არის ქართველი. მეტი სხვა არაფერი არ არის. ვიღაცა რო ამტკიცებს, რომ ქართები, რას ნიშნავს ქართი? ქ ართ. მერე მეტყვით, რომ რაღაცებს ვიგონებ და, რა ვიცი, გაშიფრეთ აბა. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.